დღევანდელი ვიდეო სპონსორია Incogni. მათზე უფრო დეტალურად ცოტა ხანში. ჩვენ ახლა მესამე მსოფლიო ომში ვცხოვრობთ. თუ უბრალოდ მის დაწყებამდე ვთვლით დღეებს. ან იქნებს საერთოდაც შევძლოთ მისი თავიდან აცილება. მოусმინეთ, მსოფლიო ომები საბედნიეროდ იმდენად იშვიათია, რომ სოციალური მეცნიერისთვის მათი კოდირება სულელური საქმეა. ეს მომავალში ფართო საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული, თუ საერთოდ იარსებებს ფართო საზოგადოება მომავალში. რას ნიშნავს მსოფლიო ომი? შეიძლება ისინი ირანის ომს მიუთითებენ როგორც მის დასაწყისს. შეიძლება ისინი ამას რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე გადაანაცვლებენ, რადგან ეს იყო პირველი ფრონტი. შეიძლება ისინი უფრო შორს წავიდნენ და ყველაფერს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე დააბრუნონ. და ეს მართალია. ამჟამინდელი ბრძოლის ხაზების ამ რუკას არ ვაჩვენებ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საინტერესო ვიზუალია, თუმცა ნამდვილად ასეთია. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ამას რაღაცა მნიშვნელობა აქვს. ავიღოთ რუსეთი. რუსეთი უკრაინაში იბრძვის, ირანისგან იღებს შაჰედის დრონების ტექნოლოგიას, ჩრდილოეთ კორეისგან პირდაპირ ჯარისკაცებს, ხოლო ჩინეთისგან უფრო პასიურ სავაჭრო დახმარებას. ირანმა რუსეთთან იარაღის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი თავის პროქსებში ისრაელის გარშემო განლაგებულ ძალებში დააბანდა, რაც ოქტომბრის მე-7 შეტევის დამოწყებაში დაეხმარა. შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გაზარდა სამხედრო დახმარება ისრაელისთვის, რათა გაეძლიერებინათ მისი მხარდაჭერა ღაზას ომში. გადავიდეთ რამდენიმე წელიწადით წინ და შემდეგ ამ ყველაფერს ემატება ომი ირანში. რუსეთმა თეირანს სამაგიერო გადაუხადა და დრონებით დაეხმარა. და იმის რისკის მიუხედავად, რომ თავს პინბოლის აპარატში გრძნობთ, შეერთებულმა შტატებმა მთელი რიგი არაბი მოკავშირეები ჩართო ბრძოლაში. შემდეგ კი უკრაინამ დაიწყო ამ ქვეყნების დახმარება დრონებისგან თავდაცვაში. ხო, ასე რომ მსოფლიო ომშია. მაგრამ ერთადერთი რამ, რაც უდაოდ აქცევდა ამას ფართოდ აღიარებულ მსოფლიო ომად, დედამიწის მეორე მხარეს აშკარად ჩანს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეჭრა ტაივანში. ეს ყოველთვის იყო მთავარი მოვლენა და ეს მსოფლიოს ორ უდიდეს სამხედრო ძალას პირდაპირ დაპირისპირებაში ჩააყენებდა ერთმანეთს. როდესაც ყველას რესურსი მინიმუმამდეა დაყვანილი, ადვილია ეს შეშფოთება გამოგრჩეს. მაგრამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ტაივანის ტერიტორიულ წყლებთან მიახლოება კუნძულზე მცხოვრებთათვის ცხოვრების ჩვეულებრივ ფაქტად იქცა. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტები ასე ღელავენ ამ სიტუაციაზე. ამიტომაც იმაზე თუ როდის გადაწყვეტს პეკინის სრუტის გადაკვეთას, დამოკიდებულია ის, როდის დაიწყება ის, რასაც უდაოდ მესამე მსოფლიო ომს უწოდებენ. შესაბამისად, ჩვენ უკვე მხოლოდ იმ კითხვით აღარ შემოვიფარგლებით, რატო შეიძლება ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გააკეთოს. ეხლა უკვე უნდა გადავიდეთ უფრო კონკრეტული დროის ხაზის შესწავლაზე, იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება. ამიტომ ამ ვიდეოს დარჩენილ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ 4 შესაძლო ვარიანტს. ერთი არის ოპტიმისტური ვარიანტი. არასოდეს. ამისთვის ომის ხარჯებს უნდა მადლობა გადაუხადოთ. შემდეგ გადავხედავთ ომის ყველაზე სავარაუდო სცენარს, ირანის საკითხამდე. შემოჭრა მომდევნო რამდენიმე წელიწადში, რომელიც გამოწვეულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დემოგრაფიული კლების შედეგად. მესამე, გადავდივართ უფრო ცხარე თემაზე და გავაანალიზებთ, როგორ შეიძლება ირანის ომმა დააჩქაროს ეს გეგმები, რადგან რეალურად ჩვენი მთელი განხილვა ირანის ჩრდილში მიმდინარეობს. და ბოლოს, ღრმად ჩავიხედავთ მომავალში და ვნახავთ, როგორ შეიძლება სრულიად განსხვავებულმა მექანიზმმა გამოიწვიოს იგივე საბოლოო პრობლემა. ნახე, ზოგჯერ უბრალოდ უნდა დაჯდე და გაიცინო იმაზე, რამდენად ცოტა კონტროლი გვაქვს ამ სიტუაციაზე. მაგრამ ჩემთვის ამ პრობლემის გადაწყვეტა არის ის, რომ ვაკონტროლო ის, რისი კონტროლით შემიძლია. და ერთი რამ, რისი კონტროლით შეგიძლია, არის შენს შესახებ არსებული პირადი ინფორმაციის რაოდენობა, რომელიც უბრალოდ ინტერნეტშია განთავსებული. აქ შემოდის დღევანდელი ვიდეოს სპონსორი Incogni. ისინი იქნებიან შენი მოკავშირე მონაცემთა ბროკერების ამ ჩახლართულ ქსელში, რათა დაგეხმარონ შენი ციფრული ნაკვალევის შემცირებაში, რითაც შეამცირებენ შანსს, რომ ვინმე მოგძებნოს ან გამოიყენოს შენი პირადი ინფორმაცია სესხების ასაღებად შენს სახელზე. და მაშინ, როცა შენს მტრებს შეიძლება გქონდეთ შეუზღუდავი პარტნიორობა შენს წინააღმდეგ, Incognis აქვს შეუზღუდავი გეგმა. ეს გაძლევს საშუალებას გააგზავნო ინდივიდუალური წაშლის მოთხოვნები, რომლებსაც ისინი შემდეგ თავად მოაგვარებენ. მოიბრუნე შენი პირადი მონაცემები, გადადი incogni.com/WilliamSpaniel-ზე და გამოიყენე კუპონის კოდი WilliamSpaniel ერთ სიტყვად, რომ მიიღო 60%-იანი ფასდაკლება წლიურ გეგმაზე. და კიდევ ერთხელ მადლობა Incognis, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. კარგი, მოდი ერთი წამით ოპტიმისტები ვიყოთ და განვიხილოთ, რატო შეიძლება საერთოდ ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომის სიტუაცია. ომი ძვირია და როცა ამას აშშ-ს და ჩინეთის დაპირისპირების კონტექსტში განვიხილავთ, შესაძლოა ისეთი მასშტაბი მივიღოთ, როგორიც 1940-იანი წლების შემდეგ არ გვინახავს. საკამათო ძირითადი საკითხი ტაივანის სუვერენიტეტის დონეა. იდეალურ სამყაროში ტაივანი ისურვებდა თავისუფლად გამოეხატა საკუთარი თავი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იდეალურ სამყაროში ტაივანი უბრალოდ მატერიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულოვანი პროვინცია იქნებოდა. ჩვენ გამოვიყენებთ კუნძულის სიგრძეს, როგორც ტაივანის დამოუკიდებლობის საზომს.
რაც უფრო მაღალია ხაზი, მით უფრო ბედნიერია ტაიპეი. თუ პეკინი ოდესმე გადათვაც შეჭრას, არსებობს გარკვეული შანსი, რომ გეგმა იმუშავებს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მიაღწევს თავის მიზანს. და არსებობს გარკვეული შანსი, რომ გეგმა ვერ იმუშავებს და ტაივანი გააკეთებს იმას, რაც სურს, რადგან იცის, რომ პეკინი ვეღარაფერს გააკეთებს ამის წინააღმდეგ. თუ ამ შესაძლებლობებს და შესაძლო სხვადასხვა ჩიხურ სცენარებს გაასაშუალოებთ, მიიღებთ საშუალო შედეგს, რომელიც ჰიპოთეტურად ასე გამოიყურება. მას ზუსტად ცენტრში ვათავსებ, რადგან ვიზუალურად ასე უფრო მარტივია დანარჩენის გაკეთება ჩემთვის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ აქ ადამიანური დანაკარგი მაღალი იქნება. და ასევე უზარმაზარი ფინანსური დანახარჯი, რადგან ნახევარგამტარების წარმოების შეწყვეტა მსოფლიო და მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებს ანგრევს. და ასევე პოლიტიკური პრობლემა პეკინისთვის ყველა იმ მშობლისთვის, ვისი ერთადერთი შვილი ომში დაიღუპა. საჭირო არც კი არის ბირთვული ასპექტის გათვალისწინება, რომ ეს ყველაფერი დიდი კატასტროფა იყოს. თუ ამ მსხვერპლს პეკინის მიერ ტაივანის კონტროლის მნიშვნელობის მიხედვით გავზომავთ, მაშინ თეთრ და ტითელ ხაზებს შორის სივრცე ასახავს, თუ როგორ ითვალისწინებს დედაქალაქი ომის ხარჯებს. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ წითელი ხაზი მოლაპარაკებებში ფიგურალურ წითელ ხაზად იქცევა. თუ ტაივანი ოდესმე დამოუკიდებლობის პოლიტიკას ამაზე მაღლა დააყენებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ომი უფრო მიმზიდველად მოეჩვენება, ვიდრე იმის დაშვება, რომ ეს ახალი ნორმა გახდეს. ამავდროულად, იგივე ტაივანის შემთხვევაშიც საპირისპიროდ მუშაობს. ტაიპეი არ დაუშვებს, რომ პეკინმა ისეთი სიტუაცია შექმნას, სადაც მისი ფაქტობრივი დამოუკიდებლობა ამ ზღვარზე დაბლა დაეცემა. ეხლა ამ ხარჯების მთავარი ღირსება ისაა, რომ ისინი მხარეებს უბიძგებს, ომის გარეშე მოიძიონ შეთანხმება. და მართლაც, ასე ხდება პრაქტიკაში, ან სულ მცირე, აქამდე ასე იყო. ტაივანი ფაქტობრივად დამოუკიდებლად მოქმედებს, მაგრამ ფრთხილობს, რომ ზედმეტად შორს არ წავიდეს და პეკინის მხრიდან ომი არ გამოიწვიოს. და თუ ეს ყველაფერი იქნებოდა, რაზეც უნდა გვედარდა, ან თუ ომის საფასური უკიდურესად მაღალი იქნებოდა, შეგვეძლო შვებით ამოგვეღოს უნდკო. მაგალითად, ტაიპეიში ომი არ არის. სამწუხაროდ კიდევ ბევრ რამეზე უნდა ვდარდობდეთ. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ირანში რამე მოხდებოდა, ეროვნული უსაფრთხოების წრეები ძალიან ღელავდა იმაზე, რაც შეიძლება რამდენიმე წელიწადში მოხდეს. რომ მოგიყვეთ ამ ამბის მოკლე ვერსია და არა ის 90 წუთიანი, რაც ერთხელ უკვე გავაკეთეთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთი შვილის პოლიტიკა ზედმეტად ეფექტური აღმოჩნდა და ახლა მატერიკზე დემოგრაფიული კრიზისია. ის ფანჯარა, როცა შეჭრა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ნელ-ნელა იხურება. ამ თეორიის მიხედვით, ომი ან მალე უნდა დაიწყოს, ან საერთოდ აღარასდროს. ეს დაარღვევს წინა ოპტიმისტურ დასკვნას, რადგან ეხლა ვირებთ, რომ ძალა დროთა განმავლობაში იცვლება. ასეთი ცვლილებები შეიძლება გადაფაროს ხარჯების გათვლებით. თუ მატერიკის ძალა იმდენად დასუსტდება, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დღეს ომით მეც მიიღებს, ხარჯების გამოკლებითაც კი, ვიდრე მომავალში ოდესმე შეძლებს. პეკინი კარგად აცნობიერებს ამ შეშფოთებას. ბევრი წლის წინ მან დაადგინა 2027 წელი, როგორც ვადა, რომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია მზად იყოს შეჭრისთვის. ეს ხშირად აღიქმება როგორც შეჭრის კონკრეტული გეგმა, რაც ასე არ არის. და ბოლო დაზორვის ანგარიშები მიუთითებს, რომ შეჭრა 2 წლით დაიწერს. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ საჭიროა სადესანტო ხომალდები, რომ იცით, რეალურად გადმოსხდნენ ტაივანზე. 2025 წლის ნოემბრისთვის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას მხოლოდ დაახლოებით 20,000 ჯარისკაცის გადაყვანის შესაძლებლობა ჰქონდა. შეფასებები იმის შესახებ, რამდენი ძალა იქნება საჭირო წარმატებული შეჭრისთვის, მერყეობს 300,000-დან 1 მილიონამდე. პეკინი ცდილობს ამ პრობლემის გამოსწორებას. მართალია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ახლა მსოფლიო გემთმშენებლობის სიმძლავრის დაახლოებით 53%-ს შეადგენს. ამგვარად, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების გეგმა უყუროს, როგორ იფიტება შეერთებული შტატები ირანში, ააშენოს საკმარისი გემები და შემდეგ შეიჭრას მანამდე, სანამ დემოგრაფიული მდგომარეობა საბოლოოდ არ გაუარესდება. რა თქმა უნდა, ეს კარგი ამბავი იქნებოდა მესამე ვარიანტთან შედარებით, რაც წელს შეჭრას გულისხმობს. საბედნიეროდ ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო შესაძლებლობად ითვლება. მაგრამ მაინც განვიხილოთ, რა უნდა იყოს სიმართლე, რომ ეს მოხდეს. ძირითადად, ეს მოითხოვდა მასიურ დაზვერვის ჩავარდნას შეერთებული შტატების მხრიდან. რაც ახლა სადესანტო გემებზე ვილაპარაკე, უნდა აღმოჩნდეს არასწორი. მეტი გემი შენდება და პეკინი მზადაა, სამოქალაქო ხომალდებიც გამოიყენოს ამ საქმის დასასრულებლად. დასამატებელია სიაში კიდევ ერთი სადაზვერო შეცდომა, რომ მატერიკის სარაკეტო ძალა კორუფციის პრობლემებით იტანჯება. და რაც შეეხება კორუფციას, ასევე დაამატეთ კორუფციის ბრალდებები, ანუ შენიღბული წმენდები, რომლებიც მან წამოიწყო უმაღლესი სამხედრო ლიდერების მიმართ. შეიძლება ეს ყველაფერი არც ისე მნიშვნელოვანი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის ადამიანი, ვინც კორუმპირებული სარაკეტო ძალის რეფორმირებაზე იყო პასუხისმგებელი, კორუფციის გამო გაათავისუფლეს.
სასაცილო ისაა, რომ ზუსტად იგივე დაემართა იმ კაცსაც, რომელსაც კრემლმა დაავალა კორუფციასთან ბრძოლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საქართველოს ომის შემდეგ. როგორც არ უნდა იყოს მიზეზი, რის გამოც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შეიძლება ეჩქარებოდეს ირანის ომია. აშშ-ის იარაღის მარაგები დაბალი იყო საჰაერო კამპანიის დაწყებამდე და ახლა კიდევ უფრო ნაკლებია. კონგრესი გამოყოფს თანხებს, რომ შეიქმნას მარაგები, რომლებიც გადააჭარბებს ომამდე არსებულ დონეს. მაგრამ ამას დრო სჭირდება. პეკინს შეიძლება ურჩევნოდეს ნახევრად მომზადებული შეჭრა, თუ მას მხოლოდ მეოთხედით მომზადებული დაცვა დაუპირისპირდება. თუ ეს მართლაც პეკინის აზროვნებაა, შეგვიძლია კიდევ უფრო შევამციროთ დროის ჩარჩო. ამინდი ტაივანის სრუტეში, როგორც წესი, საშინელია. ნისლი, მუსონები და მოუსვენარი წყლები შეიძლება ნებისმიერი სადესანტო ძალის გადმოსხმის პროცესს ხელი შეუშალოს. ერთადერთი შედარებით მშვიდი თვეებია აპრილი, მაისი, ოქტომბერი და ნოემბერი. აპრილის და მაისის პერიოდი პეკინს საკმარის დროს არ აძლევს ოპერაციის მოსამზადებლად. ეს კი ოქტომბერსა და ნოემბერს ტოვებს წლევანდელი წლის საყურადღებო თვეებად. აქ ერთი რამ უნდა აღინიშნოს. ფართოდ არის გარს გავრცელებული მოსაზრება, რომ აშშ-ს ირანის ომის დაწყების სურვილის ერთ-ერთი მიზეზი იყო თეირანის წინააღმდეგობის უნარის შემდგომი დასუსტება. საბოლოო ჯამში ორფრონტიანი ომი სერიოზულ პრობლემას შექმნიდა, თუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ოდესმე გადაკვეთდა სრუტეს. ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი გადადგა, მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონში არსებული არაოფიციალური ინფორმაცია აჩვენებს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ნამდვილად შორსაა მზადყოფნისგან. ამგვარად, ეს იყო სწორი დრო შეერთებული შტატებისთვის ირანზე თავდასხმისთვის. თუ ფიქრობით, რომ ირანი მართლაც პრობლემას წარმოადგენდა, ეს დაზვერვა შეიძლება მცდარი იყოს და აშშ-ის დანაკარგებმა შეიძლება ეს შეფასება მცდარი გახადოს, მაგრამ სულ ცოტა, რამდენიმე თვის წინ შეერთებული შტატების შეფასება ასეთი არ ყოფილა. და ბოლოს, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მომავალ 10 წლებში მოხდეს. შესაძლოა ამის შედეგად ამას შეიძლება მესამე მსოფლიო ომი აღარ დაერქვას, ან იქნებ კრემლი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და ევროპაში შეიჭრება. საბოლოოდ რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დრო იქნება გასული. კრემლი ზედამხედველობას გაუწევს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ხელახალ ინვესტირებას და ისინი დადებენ ფსონს, რომ უკრაინაში მიღებული გამოცდილება მათ საშუალებას მისცემს დაამარცხონ ნებისმიერი ევროპული არმია, რომელიც მათ გზაზე დადგება. წყნარ ოკეანეში დაბრუნებისას ამჯერად პრობლემა უფრო მრავალწახნაგოვანია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დემოგრაფიულ ცვლილებას ინვაზიის გარეშე აძლევს საშუალებას, რომ მოხდეს. თუმცა ამ დროს ნახევარგამტარების წარმოება წყნარ ოკეანეს გადაცურავს. ეს უკვე მიმდინარეობს სინამდვილეში, რადგან ტაივანის ნახევარგამტარების მწარმოებებელი კომპანია არიზონაში ფილიალს ხსნის. ამ ჰიპოთეტურ მომავალში შეერთებული შტატები აღარ არის დამოკიდებული ტაივანის გადარჩენაზე მაღალი დონის ჩიპებისთვის. როდესაც ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ჩინეთი ქმნის შემდგარ ფაქტს და ერთ დღეს უბრალოდ შედის კუნძულზე თითქმის ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე. პარალელის გასავლებლად ეს იქნება ყირიმის ანექსიის მომავლისეული ვერსია. ერთი პატარა პრობლემა არსებობს. მომავალ ამერიკის პრეზიდენტს ნამდვილად სურს ტაივანის დაცვა, ნახევარგამტარებთან დაკავშირებული ეკონომიკური მოსაზრებების გარდა. პეკინმა არასწორად შეაფასა ვაშინგტონის ბრძოლის სურვილი, რის გამოც საბოლოოდ ომში მაინც ეხვევით. ეს გზა ძალიან შეესაბამება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრავალწლოვან მოქმედების წესს. არ გააკეთო არაფერი, რაც ნავში არგებს და შემდეგ როცა დრო დადგება, ისარგებლო შექმნილი მდგომარეობით. და ჩინეთის დაზვერვა შეიძლება მართლაც მართალი იყოს, როცა გულგრილი პრეზიდენტი თავს იკავებს წინააღმდეგობის გაწევისგან, ხოლო მხარეები მესამე მსოფლიო ომს არიდებენ თავს. ტაივანი რუკიდან ქრება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კუნძულის პრობლემაა და არა შეერთებული შტატების. ან შეიძლება დიდი ომი აგვიტყდეს, რადგან ჩინეთის დაზვერვამ შეცდომა დაუშვა. მაგრამ ასეთი არასწორი გათვლები ხომ არასდროს ხდება, არა? მაშ, რა დასკვნელი უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი დრიდან? ომის ხარჯები უნდა გვაძლევდეს ნაგულისხმევ მოლოდინს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ტაივანს შორის შესაძლებელია ძვირადღირებული ომის თავიდან აცილება. სამწუხაროდ, ძალთა ბალანსის ცვლილებამ ბევრი დამკვირვებელი დააფიქრა იმაზე, რომ შესაძლოა რამდენიმე წელიწადში შეჭრა გარდაუვალი გახდეს. შესაძლებელია ირანის ომმა ეს გეგმები დააჩქაროს. ან პეკინი დაელოდება თავის დროს. შეეცდება შეჭრას 10 წლის შემდეგ და იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებს ტაივანი იმდენად აღარ აინტერესებს, რომ კუნძულს დახმარება აღმოუჩინოს. მადლობა ოჰაიოს უნივერსიტეტის ხალხს, რომლებმაც ამ ვიდეოს დაუმუშავებელი ვერსიის ატანა მოუწიათ. მათ ულამაზესი კამპუსი აქვთ. და კიდევ ერთხელ მადლობა Incognis, რომ დააფინანსა დღევანდელი ვიდეო. ეცვიეთ incogni.com/williamspaniels, რომ მიიღოთ შესანიშნავი შეთავაზება თქვენი დაცვისთვის. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. და შემდეგ ჯერზე ისევ გნახოთ. იღავით კარგად.